მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არქი Mike Hands, ვიც кайხანი არ დამიდია ვიდეო. პირველ რიგში ის ფაქტორია, რომ ეხლა არსად დიდად არ აქტიურობს. მეორე მიზეზი არის ბევრი დროც არ მაქვს. მაგიტომაც ვიგვიანებ. რაც შეეხება წვერს, ამ დღეებში შემდეგი, რაც შეეხება მტკვარს, თევზაობა მტკვარზე, ყოველთვის აქტუალურია, ყოველთვის არის. დღეს სპეციალურად ამისთვის მოვედი, იმიტომ რომ მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა რა სიტუაცია არის, რაზე მოდის თევზი, რანაირად, რომელ ადგილებში და აქედან გამომდინარე თქვენთვის მეკითხება პატარა ეგეთი სასარგებლო იმედი მაქვს ინფორმაციას, რომელსაც შეძლებთ გამოიყენოთ თავისთვის. მეგობრებო, მე დავიწყე ბარათაშვილის ხიდიდან, გამოვყევი, ვნახე 2 მეტრზე, დიდი ნადავლი არ ქონდათ, ახალი მოსულები იყვნენ, თევზაობენ თეჭიაზე, ტივტივაზე და ეხლა მივდივარ გორგრაცილის ხიდთან. ვნახოთ იქ რა სიტუაცია მელის და გველის. როგორც ხედავთ, ეგ არის ტივტივა, რომელსაც იყენებენ. ეგეთი ჯოხი არის დაახლოებით 3 მეტრიანი სპინინგი, ჩვეულებრივი კლასიკური მტკვრის მონტაჟით. ეხლა დაიჭირა თეჭიაზე, მეთევზე. თეთრი ჭია, 2 სადავი, ხრამული. აქაც მეგობრებო ხედავთ, აი, დიძიამ დაიჭირა და ჩადო სადავში. ჩადო სადავში. ძირითადი თევზი არის ხრამული. კი, ხრამული სტანდარტული სუფრის ზომა რა. აი ესე მეგობრებო. თეთრი ჭია მუშაობს მტკვარზე ყოველთვის. აი ეგაც ერთ. ეს ჩვენი თავმჯდომარეა. აი ეს ჩვენი თავმჯდომარეა კლუბის. მტკვარზე ვის თევზაობს რა? ეგაც არის თეჭიაზე დაჭერილი ხრამული. ვანახებ ტელევიზორში თუ არა? ეგაც პლატვა. ჩადო, უკან გაუ. გავიდეს. გაიზახეს. ბაი. კაი ზომის. როგორც ნახეთ მეგობრებო, კაცში ხალხი ერთობა, ასე თუ ისე თევზი მოსდევს, ნაფოთა ასევე ხრამული მოხუცმა მითხრა, რომ იშვიათად ჯდება ჭანარი. საკმაოდ კაი ზომების. თუ დაჯდა. ეგ ყველაფერი ძალიან ადვილად შეგიძლიათ თქვენს გააკეთოთ. თქვენ დაგჭირდებათ ამისთვის მტკვრის მონტაჟი. ჩემარზე შეგიძლიათ ნახოთ როგორ კეთდება, ძალიან იოლია. 2 სადავი, პრაგლატუშკა ნემსკავი, ან სამიანი და თეთრი ჭია. всё. ჩვეულებრივი ტივტივა და აუცილებლად თქვენს ყველაფერი გამოგივა და დაიჭერთ. როგორც ხედავთ, კარში ზოგიერთი უკვე ითევზავა და ბრუნდება. ხალხი იჭერს ტივტივაზე. აქ როგორც ხედავთ, იჭერენ სალაზე. ამას ყოველთვის გეუბნებოდით, იმიტომ რომ სალა, თეთრი ჭია, რა თქმა უნდა, ხავს ვერ იშოვით, მაგრამ ხალხი ერთობა. კლასიკური სატყო არა არის. აქაც ხედავთ კარში, რომ იჭერება ხრამული და პლატვა. აქაც მეგობრებო იგივე სიტუაცია არის, ხრამული
ნაფოთა. ნაფოთა ხო ძირითადად? თუ ხრამული? ხრამულებია შეგნით, ხო. სალაზე ატარებენ და ჩდება თევზი. ეგ არის გორგასლის ხიდი. ძირითადად ადგანან აი პლატფორმასთან და ბარათაშვილის ხიდთან. ჩვეულებრივი გრუზი მეგობრებო, ორი გრძელი სადავი, პრაგლატუშკა ან სამიანი. აქაც მეგობრებო იჭერება ძირითადად პლატვა და ხრამული. მაგრამ აქ უკვე იჭერენ თეთრ-ჭიაზე. როგორც ხედავთ, აი ეგეთი პატარა ინდიკატორი აქვს კემბრიგზე და ატარებენ, როცა არის დარტყმა, პაცეშკას აკეთებენ და იჭერენ. ერთ სიტყვით მეგობრებო, ასე თუ ისე თევზი მოყვება, შეგიძლიათ გაერთოთ, მოხვიდეთ, ითევზაოთ, ну, ვისაც მოსწონს ეგეთი სტილი, ვისაც მოსწონთ მტკვარზე თევზაობა, გაერთობით მაინც. რა შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ სიტყვებს, ეგ არის თეთრი ჭია და სალა. ტივტივა გატარებაში. ან პარაპეტთან ახლოს, ან შუა ცენტრალურ სტრუიაზე. ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, ჩემი ინფორმაცია იყო სასარგებლო თქვენთვის, იყო პოზიტიური, ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა თქვენთვის რა სიტუაცია ახლა არის მტკვარზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ბიჭები მწერენ, ალექს საწავიდე. მეგობრებო, ცოტა უნდა დაველოდოთ, რომ გათბება და უკვე დაიწყება ლისი, ნადარბაზები და ასე შემდეგ. ყველაფერი არის დამოკიდებული ამინზე. აქედან გამომდინარე, როგორც ხედავთ, მტკვარი ახლა ცოტა ამღრეულია, იმიტომ რომ არის სითბო, თოვლი დანამთებში და ამიტომაც ეგეთი რაღაცა მოხდა. ჩვეულებრივი პროცესია, ბუნებრივი. ამაზე მინდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო, წერებს შევიჭერ უეჭველი. ახალ შეხვედრამ თევზაობაზე, გააზიარეთ ეგ ვიდეო, რომ სხვა მეთევზეებმაც ნახონ და დარჩეთ ჩემ ართან ერთად. ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად.